ავტომობილი, რომელიც მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს ჩვენ Mazda CX-5-ზე ვისაუბრებთ. პირველი CX-5 2012 წლის ბოლოს გამოჩნდა. ის მაშინვე პოპულარული გახდა მისი ლამაზი ვიზუალის გამო. დღევანდელი საზომითაც კი ეს ავტომობილი ცუდად არ გამოიყურება. წლიდან წლამდე კი მისი ვიზუალი უფრო და უფრო ლამაზი ხდებოდა. CX-5 სალონი სადა და თავდაჭერილია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან ლამაზიცაა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გამოყენებული მასალები დაბალი ხარისხისაა, ხოლო ხმის იზოლაცია კი თითქმის არაა. ავტომობილის რესტაილინგებშიც კი სალონი დიდად არ იცვლებოდა, რაც უკვე ახალ მოდელებში ძალიან მოძველებული და მოსაწყენი გახდა. მხოლოდ 2022 წელს მოხდა მცირედი ცვლილებები, რამაც შედარებით გაალამაზა CX-5 სალონი. CX-5-ის სავალი ნაწილი ძალიან გამძლეა. ის უძლებს ცუდ გზებს და ორიგინალი სავალი ნაწილები კი დიდხანს შეცვლას არ საჭიროებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი SUV-ია, ის სრულიად ქალაქის ჯიპია. მას აქვს ჭკვიანი 4x4 სისტემა, რომელიც თავად წყვეტს, როდის ჩართოს ხიდი და რა სიმძლავრით. საბოლოო ჯამში CX-5 გამავლობის მხრივ ძალიან სუსტია და მისი 4x4 სისტემა მხოლოდ წვიმის დროს თუ გამოგადგებათ. CX-5 აღჭურვილია მხოლოდ ერთადერთი გადაცემათა კოლოფით ნებისმიერ ვერსიაში. გამოსვლის დღიდან დღემდე ამ ავტომობილში დგას iSIN-ის კლასიკური 6-ჯგარიანი ავტომატიკა, რომელსაც თავის ავტომობილებში Toyota იყენებდა. ამ კოლოფის პირველ ვერსიებს პრობლემები ჰქონდა, თუმცა Mazda-ში ის მალევე 2013 წლის ბოლოს გამოასწორეს და იდეალურობამდე დაიყვანეს. ყოველ შემდეგ რესტაილინგში კი მხოლოდ პროგრამული განახლება ხდებოდა. iSIN-ის ეს გადაცემათა კოლოფი ძალიან გამძლე და უპრობლემოა. მისი რესურსი მინიმუმ 400,000 კილომეტრია. CX-5 ისევე როგორც უკვე Mazda-s ყველა მოდელი აღჭურვილია Skyactiv-ის ძრავებით. Mazda-ში უნდათ შეექმნათ ისეთი ატმოსფერული ძრავი, რომელიც საწვავის მოხმარებით ტურბინიან ძრავს აჯობებდა. და იაპონელებს ეს გამოუვიდათ. Skyactiv ეს არის არასტანდარტული GDI-ის ტიპის ძრავი, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა ძრავებისგან, რაც ჩვენ ვიცით. ამ ძრავს აქვს განსხვავებული პორშინის ფორმა, რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს მოიხმაროს ნაკლები საწვავი და შეამციროს ვიბრაცია. კიდევ ერთი სხვაობა ეს აალების სანთლების მაგივრად ფარსუნკების დაყენებაა. იაპონელები აცხადებენ, რომ ეს არამხოლოდ ამცირებს საწვავის მოხმარებას, არამედ გიკეთებთ ნაწილების ხარჯის ეკონომიასაც. თქვენ არ გიწევთ აალების სანთლების ცვლა. Mazda-ში კი აცხადებენ, რომ მათი ფარსუნკების გაფუჭება შეუძლებელია და პრაქტიკიდან გამომდინარე ეს ნამდვილად ესეა. CX-5 აღჭურვილია 2.0 და 2.5 ბენზინის ატმოსფერული ძრავებით. ორივე ძრავი იდენტურია და განსხვავება მხოლოდ კუბატურაშია. ისინი ძალიან გამძლე და უპრობლემო ძრავებია. მათი სრული რესურსის გამოსაყენებლად ამ ძრავისთვის აუცილებელია ხარისხიანი საწვავი და ზეთის გამოცვლა ყოველ 6000 კილომეტრზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძრავი შეიძლება დროზე ადრე გამოვიდეს მწყობრიდან. ამ ძრავით CX-5-ის საშუალო წვა ქალაქში 10 ლიტრ შეადგენს. 2016 წლიდან Mazda-ში ცადეს დროს არ ჩამორჩენილდნენ და 2.0 Skyactiv-ის ძრავს დაუყენეს ტურბინა. ამით ავტომობილი ბევრად უფრო სწრაფი და დინამიური გახდა. ამ ყველაფერთან ერთად კი არც მისი წვა და არც მისი რესურსი არ შეცვლილა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში თქვენ შეხვდებით CX-5-ს 2.2 ტურბო დიზელის Skyactiv-ის ძრავებით. პირველ ვერსიებში ამ ძრავებს საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდათ და იშვიათად თუ აცდებოდნენ 200,000 კილომეტრს. თუმცა Mazda-ში ის კარგად დაამუშავეს და 2016 წლიდან ის იდეალურობამდე დაიყვანეს. ამ ძრავის რესურსი 400,000 კილომეტრზე მეტია, ხოლო წვა კი ქალაქში 8 ლიტრ შეადგენს. საერთო ჯამში Skyactiv-ის ძრავებმა გაამართლა. და თუ თქვენ ზედსდროულად შეცვლით და გამოიყენებთ მხოლოდ ხარისხიან საწვავს, ეს ძრავი დიდხანს და ერთგულად მოგემსახურებათ. მისი მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ კი ის შეკეთებას არ ექვემდებარება. მოდით გავაკეთოთ დასკვნა.
თუ თქვენ ეძებთ პატარა ლამაზ SUV-ის ქალაქისთვის, მაშინ Mazda CX-5 შესანიშნავი არჩევანია. TL Group უწევს რეკომენდაციას CX-5-ს ნებისმიერი ძრავით. სასურველია 2016 წლიდან. ეხლა უკვე ავტომობილები შეგიძლიათ TL Group წერტილი G-ზე დაათვალიეროთ. ამერიკიდან, კორეიდან და ჩინეთიდან. ამერიკაზე დაჭერისას თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე. ასევე აქვე გაქვთ ტრანსპორტირების ფასები ამერიკის ყველა ლოკაციიდან. თქვენ წინასწარ იცით რა დაგიჯდება ტრანსპორტირების ფასი თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილზე. აქ ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. კორეაზე დაჭერისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი უამრავი დაუზიანებელი ავტომობილი. ხოლო ტრანსპორტირების კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე, ყველანაირი ზედმეტი დანამატის და გზაში გაძვირების გარეშე. ავტომობილის შერჩევის შემდეგ დაუკავშირდით ჩვენი მენეჯერებიდან ერთ-ერთ მითითებულ ნომერზე. თქვენ სამი ავტომობილის შემოწმება გექნებათ სრულიად უფასო და რა თქმა უნდა გარანტია გარბენზე. ჩინეთზე დაჭერისას თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ ახალი ჩინური ელექტროავტომობილების კატალოგი და ასევე გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე. მეორადი ვერსიების სანახავად კი დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს. TL Group-ი არ არის უბრალო ავტოიმპორტიორი კომპანია. ჩვენ გირჩევთ, რომელი ავტომობილია საუკეთესო თქვენს ბიუჯეტში და რომელი ძრავით. თუ ავტომობილი დაზიანებულია, ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით გითვლით შეკეთების ხარჯებს. ასევე შეგიძლიათ დაზიანებული ავტომობილი ჩაგვაბაროთ და უმოკლეს დროში მას შეკეთებულს დაგიბრუნებთ. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გრძელვადიანი ლიზინგის საუკეთესო პირობებით. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ყველაზე სანდო კომპანიის სახელს საქართველოში. ოცნებები ხდება ჩვენთან ერთად. TL Group-ი